მიკროფონები მომჭერი. ბატონო შალვა. ევანდელი. დღეს ვიხსენებთ 17 წლის წინ აგვისტოს თვეში ჩვენს დაღუპულ გმირ ჯარისკაცებს. დაღუპულ მოსახლეობას 400-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, 1700-ზე მეტი ადამიანი დაიჭრა. 125 სოფელზე საქართველოს ცენტრალურმა ხელისუფლებამ დაკარგა კონტროლი. ეს დღე ჩვენ ბევრ რამეზე გვაფიქრებს უპირველეს ყოვლისა ჩვენი გმირების ჩვენი ჯარისკაცების მიერ ჩადენილ გმირობაზე, გვაფიქრებს ჩვენს მოსახლეობაზე, რომელიც იძულებული იყო გამოსული იყო საომარი ტერიტორიიდან და გვაფიქრებს იმაზე თუ რამდენად მყიფეა მშვიდობა. დღესაც ისევე მყიფეა მშვიდობა და ისევე მომენტალურად შეიძლება შეიცვალოს სიტუაცია, თუკი ჩვენი საზოგადოება ბრძნულად არ იმოქმედებს. ამიტომ ეს დღე არის ერთის მხრივ ჩვენი გმირების მოგონების და მეორეს მხრივ ჩვენს მომავალზე დაფიქრების დღე. ჩვენ გვაქვს ნაციონალური ხელისუფლების ქმედებები ამ ომის შემდეგ ტალიანის განსხვავებული ევროსაბჭოს რეზოლუცია, ასევე მსოფლიო სამეჯრო ორგანიზაციაში რუსეთის მხარდაჭერა. რას გეუბნებათ ნაციონალური მოძრაობის ნაციონალური მოძრაობის ქმედებები გვაქვს ამ ომის შემდეგ ევროსაბჭოს რეზოლუცია, რუსეთის მხარდაჭერა მსოფლიო სამეჯრო ორგანიზაციაში. ეს წლები დიახ. რომ ეს ყველაფერი არის ერთ-ერთი საკითხი საგამოძიებო კომისიის შესწავლის საგანისა და შეიძლება მოვიდეს გამოძიება. ჩვენ 2008 წელს ყავდა მარიონეტული რეჟიმი ნაციონალურ მოძრაობის და მიხეილ სააკაშვილის სახით და რა თქმა უნდა მარიონეტული რეჟიმი სულად მოქმედებდა იმისთვის რომ მომსახურებოდა სხვების ინტერესებს და ემოქმედა არა საქართველოს ინტერესებს. ამის შედეგი არის აგვისტოს ომი, ამის შედეგი არის შემდეგ გადაწყვეტილების მიღება, როდესაც ერთის მხრივ საუბრობდნენ ოკუპაციაზე და მეორეს მხრივ მხარს უჭერდნენ რუსეთის ფედერაციის გაწევრიანებას მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში, იმიტომ რომ როგორ დაკვეთასაც იღებდნენ, რა ინტერესსაც უნდა მომსახურებოდნენ, ასე იქცეოდნენ. ეს არის სხვაობა მარიონეტულ რეჟიმსა და პატრიოტულ რეჟიმს შორის. ამას ბედავთ მათ შორის გმირების საფლავების წინ დგომით. ამბობთ რომ ომი დაიწყო საქართველოს და ამას ბედავთ გმირების საფლავების წინ დგომით. სინამდვილეში კითხვა არის არა იმაზე, როდის დაიწყო ომი, ვინ დაიწყო ომი, არამედ მთავარი კითხვა, რომლისგანაც ცდილობს რომ გაექცეს ნაცმოძრაობის დანაშაულებრივი რეჟიმი არის რატომ დაიწყო ომი. და ამ კითხვაზე პასუხი არსებობს. ამ კითხვაზე პასუხი არის 2022 წელს გაცემული, როდესაც ომი არ დაიწყო. აი ეს არის ზუსტად პასუხი, როდესაც ხარ მარიონეტული დაიწყო რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ და ამით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ რუსეთი იყო აგრესორი 2008 წელსაც. ჩვენ ვსაუბრობთ საქართველოს და ჩვენი პასუხისმგებლობა არის საქართველო. 2022 წელსაც ზუსტად ასევე ერთ დღეში შეიძლება დაწყებულიყო ომი. ყოველთვის შეიძლება ერთ დღეში დაიწყოს ომი, ბატონო შალვა. კი. ნებისმიერ დროს შეიძლება რომ ერთ დღეში დაიწყოს ომი. კი, და ამით არსებობს ამის საფრთხე რუსეთისგან. ოკუპაცია გრძელდება. სწორედ ამიტომ რომ ყოველ ნებისმიერ მომენტში არსებობს ამის საფრთხე, უნდა მოქმედებს სახელმწიფო უნდა მოქმედებს და ხელისუფლება ეროვნული ინტერესებით და არა სხვა ქვეყნების ინტერესების მომსახურებით. კიდევ ერთხელ 2008 წელს ხელისუფლებაში რომ ყოფილიყო არა ნაცმოძრაობის მარიონეტული რეჟიმი, არამედ ქართული ოცნების მსგავსი პატრიოტული ხელისუფლება, ომი არ იქნებოდა. არ იქნებოდა 400-ზე მეტი დაღუპული, არ იქნებოდა 1700-ზე მეტი დაჭრილი, არ იქნებოდა 125 დასახლებული პუნქტი, რომელიცაც ჩვენ დავკარგეთ კონტროლი. აი ეს არის შედეგი. კითხვა, რომელსაც გაურბი ხართ თქვენ, გაურბის ნაციონალური მოძრაობა, გაურბიან მათი მფარველები არის, რატომ დაიწყო ომი 2008 წელს. რატომ დაიწყო ომი? რუსეთი შემოიჭრა საქართველოს ტერიტორიაზე და გახსნა ცეცხლი ქართველი სამხედროების მისამართით. ამიტომ დაიწყო ომი. და რატომ არ დაიწყო 2002 წელს ომი საქართველოში? იცით რატომ არ დაიწყო? იმიტომ რომ მიუხედავად იმისა, იყო მოწოდებები, რომ გაისერნეთ ცხინვალისკენ და სოხუმისკენ. გახსოვთ ეს მოწოდება? გახსოვთ. იმის მიუხედავად, რომ უკრაინის პრემიერ-მინისტრი პირდაპირ მოუწოდებდა ქართულ ხალხს, რომ მიდით და მოხალისეები გამოაგზავნინეთ საქართველოს უკრაინაში. არც ერთი დასავლელი ჯარისკაცი უკრაინაში არ იბრძვის. და საქართველოს თხოვდნენ მოითმინეთ პასუხს მოусმინეთ თუ გინდა თუ პატივისცეთ თქვენ ქვეყანას. აი გახსოვთ მოწოდება, როდესაც ამბობდნენ გამოაგზავნეთ მოხალისეები. ხო გახსოვთ თქვენ მომისმინეთ. გახსოვთ მოწოდებები, რომ დღეს რუსეთი აგებს ომს
და საჭირო არის რომ გამოვიყენოთ ეს მომენტი. გახსოვთ მოწოდებები რომ ბომბების ცეცხლი ჯობია იმ სირცხვილით წვას. ხო გახსოვთ? აი ზუსტად აი ამ მოწოდებებს და აი ამ ზეწოლას ვარ დაყვა პატრიოტული ხელისუფლება, ამიტომაც არ დაიწყო 2022 წელს ომი და სწორედ იმიტომ რომ 2008 წელს იყო მარიონეტული რეჟიმი, ამიტომაც მოხდა 2008 წელს აგვისტოს ომი. აი ეს არის მთავარი პასუხი და მთავარი კითხვა, რომელსაც გაურბიან ყველა ნაციონალ მოძრაობის რეჟიმი და მათი მფარველები. რატომ დაიწყო ომი 2008 წელს? ჩვენ ომების დიდი ისტორია გვაქვს. ჩვენ გვაქვს თუ დააკვირდებით 15 წლიანი ციკლი ომებისა, 93 წელი, 2008 წელი და ზუსტად 15 წლიანი ციკლის ბოლოს 2022 წელს კიდე ერთი ასეთი გეოპოლიტიკური დიდი დაპირისპირების ეპიცენტრში უნდათ რომ ჩვენ ყოფილიყავით. ჩვენ ვნახეთ 2022 წელი არის ზუსტად პასუხი 2008 წელსთან დაკავშირებით. ჩვენ ვნახეთ როგორ უნდათ რომ გამოვეყენებინეთ დიდ გეოპოლიტიკურ დაპირისპირების საჭადრაკო დაფაზე პაიკად. ოღონდ პაიკად, ისეთ პაიკად კი არა, რომელიც მოქმედებს, არამედ პაიკად, რომელსაც შეწირავენ. აი ეს არის. ბატონო შავა, ხომ არ მეშლება თქვენ ამბობთ რომ 2008 წელს სააკაშვილმა უღალატა საქართველოს ეროვნულ ინტერესებს. მაშინ რა გამოდის? ეს ხალხი ვის საფაოებთანაც ახლა თქვენ დგახართ? სააკაშვილის თანამონაწილე იყო ამ ღალატის საქმეში? საკავშირში არის სააკაშვილი ამ ხალხთან. არანაირ კავშირში. როგორ შეიძლება მოღალატე, როგორ შეიძლება მარიონეტი მმართველი რაიმე კავშირში იყოს ქართულ გმირებთან. არანაირ კავშირში ის არ არის არც ამ გმირებთან, არ ჩვენს ქვეყანასთან, არ ჩვენს წარსულთან და მომავალთან. მოღალატე იყო და მოღალატე დარჩება ჩვენს ისტორიაში. თარიღებთან დაკავშირებით კი. ბატონო შავა, შეიძლება ჩვენ ვიცით რომ რუსეთის სამხედრო ნაწილები უკვე წინვაში იყვნენ და ბომბავდნენ ქართულ სოფლებს, იქ იყო სასიცხლე წერტილები, ვიცით რომ თქვენ სასიკვეჭრებით უკაცრავად, ხა 1 საათია გისმა. ბატონო შავა, ნაციონალურთან დაკავშირებით კითხავთ, ყოველთვის ომი და როგორ აგვისტოს ამოდიოდნენ მოხატგვერდის მათ სასაფლაოზე და მათ შორის გუშინაც იყო აქ ოპოზიცია. საიდან მოვიდა თარიღი 7 აგვისტო და რა მიზანს ემსახურება თარიღებს? რაც შეეხება თარიღებს და თქვენ სწორედ აღნიშნეთ, რომ ნაციონალურ მოძრაობამ, მათ შორის უცხოური მისიებიც გარკვეულ პერიოდამდე 8 აგვისტოს ჰქონდათ მონიშნული როგორც დღე აგვისტოს ომთან დაკავშირებული ღონისძიებისა და გახსოვთ 2014 წელს თუ არ ვცდებით 15 წელს შეიცვალა ნაციონალურ მოძრაობამ, შეცვალა კალენდარი, სხვა წელს შეცვალეს ზოგიერთმა საელჩოებმა თავისი კალენდარი და გადააკეთეს სხვანაირად. და რატომ? იმიტომ სინამდვილეში მთავარი კითხვა არის არა ის თუ როდის დაიწყო ომი. მთავარი კითხვა არის რატომ დაიწყო ომი. და სწორედ ამ კითხვიდან ყურადღების გადასატანად არის მცდელობები თარიღებით მანიპულირებით. რაც შეეხება და ზოგადად თარიღებს რაც შეეხება, ამას აქვს მეორე დატვირთვაც, საზოგადოების გახლეჩვა. ეს არის ზუსტად იგივე, რაც უნდათ, როცა საუბრობენ, რომ შობა უნდა აღინიშნოს 25 დეკემბერს თუ 7 იანვარს. ზუსტად ეს არის, როდესაც საუბრობენ იმაზე, მეორე მსოფლიო ომის ფაშიზმზე გამარჯვება უნდა აღინიშნოს 8 მაისს თუ 9 მაისს. გახსოვთ, 9 მაისს ევროკავშირმა ჩაატარა ღონისძიება ევროპის დღე და ერთი სიტყვითაც არ ახსენეს ქართველების წვლილი ფაშიზმის დამარცხებაში. 9 მაისი გაატარეს ჩუმად, ისე რომ არც კი ახსენეს, რომ საქართველოს აქვს შეტანილი უდიდესი წვლილი, ვიდრე ბევრ ევროკავშირის წევრ ქვეყანას დღეს უდიდესი წვლილი აქვს საქართველოს შეტანილი, ვიდრე ევროკავშირის წევრების უმეტესობას. თუნდაც მსხვერპლი საქართველოს მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმის დამარცხებაში და 9 მაისს ერთი სიტყვა არ ახსენა ევროკავშირის წარმომადგენლობამ საქართველოს და ზუსტად ეს არის 7-8 აგვისტოსთან დაკავშირებითაც ეს არის საზოგადოების გახლეშის ცდელობა. ერთი და მეორე ეს არის ყურადღების გადატანა მთავარი კითხვი და რატომ დაიწყო ომი 2008 წელს? გითხარით, ამის პასუხი არის ამას პასუხი გაიცა 22 წელს. რატომაც არ დაიწყო ომი 2022 წელს? ზუსტად იმიტომ დაიწყო 2008 წელს, იმიტომ რომ 2022 წელს საქართველოს ხელისუფლებაში იყო პატრიოტული ძალა, ხოლო 2008 წელს იყო მარიონეტული რეჟიმი, რომელიც სხვათა ინტერესების მომსახურებით იყო დაკავებული და რომელმაც თავისი თავი გამოაყენებინა პაიკად გეოპოლიტიკურ დაპირისპირებაში. უნდა გადავიდეთ სხვა თემებზე კითხავთ, ვიქტორ ორბანის განცხადებით თუ კი ადრე ლიბერალიზმი ნიშნავდა თავისუფლებას ევროპაში 93 წლიდან არის შემოსული. შეიძლება ლიბერალიზმმა სიტყვა სხვა ფუნქცია ნიშნავს შეზღუდვას. თუ ევროპაში გააკრიტიკეთ მაგალითად გენდერულ იდეოლოგიას და იცავ ოჯახურ ღირებულებებს, შეიძლება სამსახური დაკარგო, რომ შევაფასოთ და საქართველოს მაგალითზე რა ხდება ამ შემთხვევაში.
სულად ვიზიარებ, რომ ლიბერალიზმი აბსოლუტურად გამოშიგნეს თავისი შინაარსისგან. დღეს ლიბერალიზმი არის სიმბოლო ადამიანის უფლებების შელახვისა, ადამიანის გაჩუმებისა, ადამიანის გაუქმებისა, საზოგადოებრივი ცხოვრებიდან დისკუსიისა. ლიბერალიზმი არის აბსოლუტური ანტიპოდი იმისა, როგორც ეს ესმოდათ მის ფუძემდებლებს, როგორც ეს ესმოდათ თუნდაც საქართველოში მე-20 საუკუნის დასაწყისში ლიბერალებს. აბსოლუტურად სხვა არის, ეს არის უბრალოდ ფუტლიარი სახელი, რომლის შიგნითაც სინამდვილეში არის ტერორი, ძალადობა, ზეწოლა, სხვების გაჩუმება. შვედეთში ამოქმედდა კანონი, საჯარო პირის შეურაცხყოფისთვის არის ჯარიმა, 6 თვიანი პატიმრობა. ჩვენ საქართველოს შემთხვევაში ვიცით, რომ აკრიტიკებენ, მაგალითად საქართველოს ეს არის თუ არა ორმაგი სტანდარტი. იქ საჯარო პირის შეურაცხყოფა. დარწმუნებული ვარ, შვედეთის ამ კანონს დანია დაგმობს და გამოეხმაურება. ეს რა თქმა უნდა ხუმრობით, იმიტომ რომ რა თქმა უნდა ეს არავის არ ჯერა. ვინაიდან ეს არის ის ფარისეულობა, რომელიც დღეს ევროკავშირის ზოგიერთ ქვეყანას აქვს ვირუსად დამართნილი. ეს საჩვენებს საერთო ჯამში მათ დამოკიდებულებას. მე ერთ მაგალითს გეტყვით თუნდაც ამ ფარისეულობის, როდესაც ჩვენ ახლა ვიხილეთ 24 საელჩოს განცხადება მზიამაღლობელთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებაზე, განაჩენზე. მათ შორის მან ამოვიკითხე საფრანგეთის ელჩის ხელმოწერაც, ხო? შეგახსენეთ, რომ საფრანგეთში მაკრონზე სილის გარტყმისთვის ადამიანს მიუსაჯეს 18 თვით თავისუფლების აღკვეთა. საიდანაც შემდეგ სასამართლომ, ვინაიდან პირმა ითანამშრომლა სასამართლოსთან, აღიარა თავისი დანაშაული, 4 თვე საპატიმრო მსჯავრად განსაზღვრა, 14 თვე პირობითად. თუმცა 18 თვე თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. საქართველოში ანალოგიურ მსგავს შემთხვევაში 24 თვე მიუსაჯა სასამართლომ თავისუფლების აღკვეთა და იმის გამო იმის კვალიფიკაცია რამშრომლობა არის შემთხვევა მაცადეთ, რა ვიცი, კარგით, მნიშვნელოვანია სწორედ ამის საფუძველზე შეეცადა. უღურეც არა, თქვენ ვიცით რატომ აკეთებს ამათო გამოწყვეტინოთ აზრი, ვინაიდან ხვდებით რომ ეს არის თქვენთვის არაკომფორტული აზრი და გინგრებთ თელს ნაცურ ფილოსოფიას. იმ შემთხვევაში ეს მაინტერესებს ბარი და კონკრეტულად იქ რა კვალიფიკაცია მიენიჭა ამ საქმეს. ხოლო საქართველოში 24 თვე იყო ზუსტად ერთი და იგივე შეტყობა, იყო ადამიანი, რომელსაც სახეში სილა გაარტყა საფრანგეთის პრეზიდენტს ადამიანმა და საქართველოში ასევე ადამიანი, რომელსაც სახეში სილა გაარტყეს. ერთი-ერთი ზუსტი ანალოგი. სხვაობა რაში არის? და მათ შორის სასჯელიც არის მსგავსი. 18 თვე საფრანგეთში, 24 თვე საქართველოში. რა არის განსხვავება? განსხვავება ის არის, რომ საფრანგეთში 4 თვე იყო საპატიმრო და 14 არასაპატიმრო, იმის გამო, რომ ითანამშრომლა საპროცესო შეთანხმება გაფორმდა საფრანგეთში, ითანამშრომლა აღიარა პირმა თავისი დანაშაული და სასამართლომ შემდეგ ასე განსაზღვრა. ხოლო საქართველოში არც ითანამშრომლა, არც აღიარა და არც მათ შორის შეთავაზებულ საპროცესო გარიგებაზე წავიდა მზია ამაღლობელი. აი ახლა და საფრანგეთის ელჩი ამას უწოდებს არაპროპორციულ. ზუსტად იგივე სასჯელი მიესაჯა საფრანგეთში და მეორეც. რაც შეეხება ამ საკითხს ზუსტად რომ საბოლოო განაჩენის აღსრულება როგორ ხდება. იცით რომ პროკურატურამ შესთავაზა საპროცესო შეთანხმება, იცით რომ არც საპროცესო შეთანხმება, არც აღიარება დანაშაულისა, რაც მთელმა საქართველოს პირდაპირ ეთერში იხილა ეს დანაშაული. არ იყო მისი მხრიდან შესაბამისად სასამართლოს სავარაუდოდ არც ჰქონდა შესაძლებლობა სხვა რამე განესაზღვრა. და იცით რაშია საქმე? თუ კი სადმე ეძებს, თუნდაც მზია ამაღლობელი ან მისი გულშემატკივრები ეძებენ დამნაშავეებს, თუ რატომ არის ასეთი სასჯელი, ეს დამნაშავეები ისხდნენ იქ. ეს დამნაშავეები ისხდნენ იმ დარბაზში ელჩების სახით. აი ეს ელჩები, რომელიც იქ დარბაზში ისხდნენ და რომელიც აგულიანებდნენ მზია ამაღლობელს, რომ არ აღიარო დანაშაული, არ ითანამშრომლო გამოძიებასთან, არ წახვიდე საპროცესო გარიგებაზე. ზუსტად იმ ელჩების სინდისზე არის ის, რომ საპროცესო გარიგება არ შედგა, ის რომ 2 წელი სრულად აქვს მოსახდელი, საპროცესო გარიგების შემთხვევაში შეიძლება ყოფილიყო პირობითის ნაწილი ან სხვანაირი ნაწილი, არ აღიარა დანაშაული და ასე რომ არის ზუსტად იმ ელჩების, NGO-ების და იმ პოლიტიკოსების სინდისზე არის ის
რომ ნაცვლად იმისა რომ მზია ამაღლობას ისე როგორც საფრანგეთში იმ ადამიანს ეთანამშრომლა გამოძიებასთან ეღიარებინა დანაშაული და სასამართლო ამას გაითვალისწინა ელჩებმა ფაქტობრივად ჩააყენეს ელჩებმა ის ფაქტობრივად ჩიხში მიაყენეს რომ არ ეღიარებინა საკუთარი დანაშაული ასე რომ მზია ამაღლობელის მიმართ ორწლიანი ერთი საკითხი 24 თვე ეს აბსოლუტურად პროპორციული და ტყუილი არის ეს არაპროპორციული და განსაკუთრებით საფრანგეთის ელჩი ტყუის ვინაიდან საფრანგეთში 18 თვე მიუსაჯეს ზუსტად ანალოგიური დანაშაულის ამიტომ ეს არის საფრანგეთის საელჩოს ტყუილი თუ კი ისინი ამბობენ რომ არის არაპროპორციული და მეორე ეს არის სრულად ელჩების სინდისზე რომ მზია ამაღლობელს უწევს სრულად მოიხადოს ეს საჯელი სხვა თემებს კითხავთ საარჩევნო კამპანიაზე ორ კანდიდატს განიხილავს ველო მერაბ სეფაშვილს და ალეკ ველისაშვილს ვის დედადებს ფსონს ჯერ არ არის ჩამოყალიბებული ხო ნუ არის ეს ყველაფერი აჩვენებს ამდენად არასერიოზული არის ის ხალხი რომლებიც არიან მარიონეტები გარე ძალების ამიტომ შედეგი იქნება ყოველთვის ასე კავკასიის რეგიონში კაიმერი კითხოთ გამოაცხადა ძებნა ალეკ ველისაშვილთან დაკავშირებით თქვენ პასუხისმგებლობას იღებთ თუ არა საკუთარი ქვეყნის მოქალაქის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით რა მოიკულიეთ რა მოიძიეთ ან ხომ არ ამბირებთ რომ თუ რუსეთი დაინტერესდება ან თანამშრომლობთ ან რაიმე სახით გქონდეთ კომუნიკაცია მათ საქართველოს მოსახლეობის და მოქალაქეების უსაფრთხოებას უზრუნველყოფს საქართველოს ხელისუფლება სრულად საქართველოს ტერიტორიაზე შეძლებს დაგვარად ტერიტორიის მიღმასაც რაც შეეხება მოქალაქეებს ჩვენ მოქალაქეებს სხვა ქვეყნებს არ გადავწყვეტთ ნებისმიერი საქართველოს ნებისმიერ მოქალაქის უსაფრთხოება დაცული არის საქართველოს ტერიტორიაზე. კავკასიის რეგიონში მაჟორიტარობის კანდიდატების წარდგენა იყო გუშინ და იყო ის მთავარი კრიტერიუმი რითაც შეიჩნენ ეს ადამიანები. ჩვენ ნახეთ ის გარდასახვა რომელიც თბილისმა განიცადა კახაკალაძის მერობის პერიოდში 2017 წლიდან მოყოლებული ჩვენი დედაქალაქი შეიცვალა გარეგნულად, შინაარსობრივად, თავისი დატვირთვით და ეს არის ის მიმართულება, რომელიც უნდა გაგრძელდეს. და ეს არის ის გუნდი, რომელიც საკრებულოდან ზუსტად ამ ამოცანით და ამ პოლიტიკური დავალებით იქნება, რომ საქართველოს დედაქალაქი იყოს კიდევ უფრო მწვანე, საქართველოს დედაქალაქის ცხოვრებისთვის, თბილისში ცხოვრება იყოს კიდევ უფრო კომფორტული, ის რომ მოწესრიგდეს ბოლომდე ყველა ინფრასტრუქტურული საკითხები, რომლებიც 10 წლეულები იყო მიტოვებული და კახაკალაძის და მისი გუნდის დამსახურებაა, რომ დღეს ინფრასტრუქტურა ძირეულად იცვლება, არამხოლოდ ზედაპირულად და სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით ის კომუნიკაციები, რომელიც უხილავი არის და რომელიც უქმნიდა მათ შორის ქალაქს მთავარ პრობლემებს, ამ კომუნიკაციების ცვლილება და სხვა ბევრი რამ მიმართულება, რომელიც თვითმმართველობას გააჩნია. სომხეთი და აზერბაიჯანი აფორმებენ ახლა შეერთებულ შტატებში შეთანხმებას კორიდორის გახსნაზე, ხო, სტრატეგიული სატრანსპორტო კორიდორის გახსნაზე, რომლის განვითარებაზეც და მომსახურებაზეც ექსკლუზიური უფლება ექნება. თუ შეიძლება სამკითხვა, იქნება თუ არა ეს ალტერნატივა რეგიონში. დავიწყე კითხვის დასმა. ამ კორიდორის განვითარებაზე და მომსახურებაზე ექსკლუზიური უფლება ექნება შეერთებულ შტატებს. მე მაინტერესებს ეს კავკასიის რეგიონში რას ცვლის და რას ცვლის პირველ რიგში საქართველოს. ჩვენ წლები აწლეულებად ყველაზე დიდი გულშემატკივარი აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მშვიდობის დამყარებისა, ასე რომ ჩვენზე დიდი გულშემატკივარი აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მშვიდობას არ ყავს და მნიშვნელოვანი არის რომ ეს მშვიდობა იყოს მდგრადი და ამ მდგრად მშვიდობას მათ შორის მოიძებნოს ის საშუალებები, რომელთაც ეს მშვიდობა იქნება მდგრადი. ასე რომ ჩვენ მხოლოდ მივესალმებით და გვიხარია თუ კი აზერბაიჯანი და სომხეთი შეძლებენ სამშვიდობო შეთანხმების დადებას. ყოველი ჩვენი შეხვედრა ჩვენს აზერბაიჯანი და სომეხ კოლეგებთან ზუსტად ამას უკავშირდება ხოლმე, ზუსტად ამას ვკითხულობთ რა ეტაპზე არის. ჩვენ მათ შორის შეთავაზებული გვაქვს ფორმატები იმისთვის, რომ მას შემდეგ რაც სამშვიდობო შეთანხმება დაიდება დობის აღდგენის მხრივ ჩვენ შემთხვევაში საპარლამენტო ფორმატები შევთავაზოთ, კომიტეტების თუ საპარლამენტო სხვა ფორმატები იმისთვის, რომ ეს ურთიერთობა გადაიზარდოს შემდეგ საქმიან ურთიერთობაში და დამყარდეს მდგრადი მშვიდობა. კიდევ ერთხელ მისასალმებელია თქვენთვის ის, რომ შეერთებული შტატების ინტერესი ამ რეგიონის მიმართ იზრდება და ეს ინტერესი იზრდება ახლა უკვე სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის კავშირის
აღდგენით? ჩვენთვის მთავარი არის რომ დამყარდეს მშვიდობა აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სამწუხაროდ ის ფორმატი რომელიც მანამდე არსებობდა სადაც EU-ც იყო ჩართული, საფრანგეთი იყო ჩართული, ევროკავშირი ბევრს ცდილობდა, ხედავთ რომ იმ ფორმატმა შედეგი ვერ გამოიღო. ნებისმიერი ფორმატი რომელიც შედეგს გამოიღებს ჩვენთვის მისასალმებელი არის, ვინაიდან მშვიდობა კავკასიაში გულისხმობს კეთილდღეობის დასს სამხრეთ კავკასიის თითოეული ქვეყნის მოსახლეობისთვის. თეთრ-ოკეანმა ვერ გაბედა დღეს საქამოს მსგავსი განცხადებები და მათ შორის აგვისტოს ომთან დაკავშირებით ჩატარებული კომისიის ხდომები. შეშინდა ვერ გაბედა მოერიდა თუ რატომ ვერ ამოვიდა აქ პერსპექტივა. თქვენ აი მე პირადი ზიზღი გაქვს თუ რაღაც თეატრ ოკეანმა გიორგი ანწუხელიძეზე თქვა რომ ის ვიღაცის პირ შეწურული გმირია და რატომ არ არის დღეს აქ თეატრ ოკეანი? გაგვიჩნდა კითხვა რომ რატომ არ ამოვიდა ისი მოერიდა ან შეეშინდა ან რატომ არ ამოვიდა აქ თეატრ ოკეანი? თქვენ პიროვნული აუტანლობა გაქვთ ვინმეს მიმართ თუ რატო? გახსენებთ თეატრ ოკეანს ეკუთვნის განცხადება გიორგი ანწუხელიძეზე რომ ის გმირი კი არა ვიღაცის პირ შეწურულია. და ამიტომ გეკითხებით სად არის დღეს თეატრ ოკეანი, რატომ არ მოვიდა? ან თქვენ თვითონაც მივხვდით რომ კითხვაში ჩადებული პასუხით კითხვის დასმა არის манипуляция. ამიტომაც მე მგონი ჩემი კითხვითაც მივხვდით რომ როგორ ხდება манипуляция. ერთი, მეორე, თეატრ ოკეანმა მნიშვნელოვანი საქმე გააკეთა ისტორიული მათ შორის საგამოძიებო კომისიის ხელმძღვანელობით და იცით რომ 400-ზე მეტი გვერდი არის დასვნა, რომელიც შეიმუშავა საგამოძიებო კომისიამ და რომელსაც პარლამენტი სექტემბრის დასაწყისში პირველივე სხდომებზე განიხილავს და თავის ვერდიქტს და დადებს ყველა ამ საკითხთან დაკავშირებით. ყველა საკითხთან დაკავშირებით მიხეილ სააკაშვილის მარიონეტული რეჟიმის დანაშაულებებთან დაკავშირებით, მათ შორის ომთან დაკავშირებით კომისია მიმუშავა კომპეტენტურად და გასცემს იხილავს ყველა პასუხებს თუ შეფასებებს კომისიისა და პარლამენტისა. ასე რომ ეს არის ვიცე-სპიკერი ხომ არის თეატრ ოკეანი ბატონო შალვა. თანამდებობრივად არ ეკუთვნიდა აქ მომსვლა? საფლავებზე არ ამოვიდა რატომ? უყურეთ, არ ვიცი, კითხვას რა შინაარსი აქვს, მაგას ვერ ხვდები, იმიტომ რომ აბსოლუტურად კომისიამ იმუშავა აბსოლუტურად სწორედ. ნებისმიერი განცხადება დასკვნა იყო აბსოლუტურად სწორი. ნებისმიერი განცხადება, რომელიც ხალბატონმა წულუკიანმა თქვა მათ შორის აბსოლუტურად ვიზიარებს რომელი დასკვნების გამოიტანა კომისია იყო აბსოლუტურად სწორი და მე დავბრუნდი ახლა უკან რატომ დაიწყო 2008 წლის ომი? გიპასუხოთ ამაზე? გიპასუხოთ რომ 2008 წელს რატომ დაიწყო ომი? ამაზე პასუხი რომ არ გინდათ, აი ეს არის თქვენი პრობლემა და არაპატრიოტიზმი. 2022 წელს რატომაც არ დაიწყო? აი ზუსტად იმიტომ დაიწყო 2008 წელს, იმიტომ რომ ხელისუფლებაში იყო მარიონეტული რეჟიმი, რომელსაც გეოპოლიტიკური დაპირისპირებისთვის პაიკად გამოაყენებინა ჩვენი ქვეყანა. აი ეს არის ის თუ რა ხდება, როდესაც მარიონეტები არიან ხელისუფლებაში და არა პატრიოტიზმი. გმირების ოჯახების რეაქციის უნდა ეშინოდეს და წოდეს სააკაშვილი და მისი რეჟიმი, რომელიც მარიონეტული რეჟიმი, რომელმაც საქართველოში ბევრი უბედურება დაატრიალა და რომლის დანაშაულებსაც გამოიძია და დაიდება საბოლოო ვერდიქტი. ასე რომ უნდა ეშინოდეს ნაციონალურ მოძრაობას, უნდა ეშინოდეს მის ყველა განშტოებას და უპირველეს ყოვლისა უნდა ეშინოდეს მის მფარველებს, რომლებიც ნაციონალურ მოძრაობის მწარმოებლურ რეჟიმს მფარველობდნენ და რომელსაც მთლიანად ამხელს პარლამენტის საგამოძიებო კომისია თეატრ ოკეანის ხელმძღვანელობით.